მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარსმენა და ქვეითებული. სმენის აპარატი მიკეთია. გრამატიკა ნენელა ვსწავლობ როგორც ყოველთვის. დღეს მე მინდა ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილიზე. ვისაუბრებ ვარდების რევოლუციის ისტორია. ეკრანზე დააკვირდით, რაზე ვსაუბრობდი და რა თემებზე გიყვებით და ასე შემდეგ, როდესაც ვყალიბდები რა. ვარდების რევოლუციის ისტორიას რომ შევხედოთ, იქიდან დავიწყოთ. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში რომ შეიჭრა, აი ეს მომენტი მინდა ვისაუბროთ. ესე იგი, ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი სადაც დგას კართან. აი ამ მომენტი კარგად თუ დააკვირდები, რას შვება ესენი. მიხეილ სააკაშვილი ეუბნება მხარდამჭერის ხალხი, რომ მიდი შედითო. მიდი შედითო. და აი ეს მომენტი ესე იგი, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის უნარი აქვს. და იცის როგორ რა უნდა გააკეთოს. ნახე, რა შვება მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი ხელი არ უწყობს პირველ რიგში შესვლას. ანუ თვითონ მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში შესვლას ხელი არ უწყობს. და რატომ? იმიტომ რომ მან ზუსტად იცის რომ ხელი შეეშლებოდა. ამიტომ გააკეთა რომ მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერის ხალხი ეუბნება, მიდი შედითო. ანუ ჯერ იწყება პირველი შესვლა ხალხი და შემდეგი მეორე შედის მიხეილ სააკაშვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელი არ შეშლოდა. მაგის ბრძოლის უნარი აქვს და იმიტომ იცის რა თამაშობს მიხეილ სააკაშვილი. რომ ხელი არ უწყობს პირველ რიგში შესვლა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ხელი შეშლა იგზნობს თავს. ამიტომ ისე მოქმედებს, რომ ეუბნება მხარდამჭერი ხალხი, რომ მიდი შედითო. და შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი შედის. აი ეს არის უკვე ანუ ესე იგი წინიდან მხარდამჭერი ხალხი რას არიან? ხოლო ცენტრში არის მიხეილ სააკაშვილი. ეს უკვე ჯაჭვია. და ვერავინ ვერ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილი. აი, როგორ თამაშობს მიხეილ სააკაშვილი. ამას ბრძოლის უნარი აქვს. და ეს ყველაფერი არის დაგეგმილი თამაში. ვარდების რევოლუციაზე. დიახ, ყველაფერი იყო დაგეგმილი თამაში. და ზუსტად იცოდა მიხეილ სააკაშვილი, როგორ უნდა მოქცეულიყო, როდესაც პარლამენტი შენობაში რომ შეიჭრა და პირველ რიგში ჯერ ხალხი შეუშვეს და შემდეგი მიხეილ სააკაშვილი შევა, რომ ვერავინ ვერ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ მოიმოქმედა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუშვა თავისი მხარდამჭერი და შემდეგი შედის მიხეილ სააკაშვილი და იწყებს შეტევებები. ხედავ როგორი მარტივი რევოლუცია? აი ეს არის ყველაფერი თამაში დაგეგმილი. ეს პირველი ფაქტი გაჩვენეთ. მეორე ფაქტი ის არის, რომ შეტევები დაიწყო. და მიხეილ სააკაშვილი ეუბნება ედუარდი შევარდნაძე, რომ გადამდგარიყო. ისე იღრიალა სიბრაზე ესე. და ამ დროს ხალხი, რა თქმა უნდა, შეემატა უკნიდან შემოსული ხალხი და მოკლე დაიზაბა სიტუაცია დარბაზში, ხო? ამ დროსაც დაცვამ დაიფარა ედუარდი შევარდნაძე,
რომ გადაეყვანა უსაფრთხოებაში. ძალიან კარგია რომ გააკეთა ეს ყველაფერი. აგიხსნი ყველაფერს. მოკლედ დაცვამ დაიფარა ედვარდის შევარდნაზე რომ გადაეყვანა უსაფრთხოებაში. და ამ დროსაც მიხეილ სააკაშვილი და თავისი მხადამჭერი ხალხი დატრია და დარბაზში მიყრილი, მოყრილი გაფუჭება და რაღაცაზე და კაცები ეუბნება მიკროფონი არ გააფუჭო, გაჩედი ისა რა. ანუ ეს ხალხი ისეთი გიჟებივით შემოვარდა, აფუჭებ, აყრი ფურთელი და სიხარული და რა ვიცი, ბოთლები გახსნა დალია და გადააცხა თუ რასხა, როგორც კადრი არის ნაჩვენები და ეს მიხეილ სააკაშვილი სასიხარულოდ მივიდა იქ სადაც საპრეზიდენტოს საჯდომის ადგილზე. იქ მივიდა და ეუბნება ნინო მოიყვანე ბურჯანაზე. იგულისხმა ნინო ბურჯანაზე ეუბნება და მოიყვანე ნინო ბურჯანაზე. აქასი უკვე დიდი თამაშია, როგორც პირველი მომენტიდან რომ მოგიყევი, იგივენაირი ყველაფერი თამაში. მოკლედ, აი ამ თემაზე უკვე ვისაუბრებთ და ახლა შემდეგ რა? ბოლო მომენტის დამთავრებამდე. ბოლო მომენტის დამთავრებამდე მინდა ვისაუბროთ. სადაც ედვარდის შევარდნაზე კომენტარი გააკეთა, თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ. ედვარდის შევარდნაზე, როდესაც კომენტარი გააკეთა, ასე საუბრების მომენტი, შემდეგ კი ავიდა მაღლა კიბეზე. ამ დროსაც მიხეილ სააკაშვილი მაღლა იყო, ატირებული და სევდიანი. მიხეილ სააკაშვილი კიბეზე რო ჩამოდიოდა სევდიანად და შემდეგ იწყებს მიხეილ სააკაშვილის კომენტარის გაკეთება. მიხეილ სააკაშვილი შეეშინა, მიხვდა, იგრძნო, რომ ედვარდის შევარდნაზე პირველი კომენტარის გაკეთებას ამ მომენტამდე შეეშინდა მიხეილ სააკაშვილი. გააზრებულად მივხვდით. და მერე ამ შემდეგ ჩამოდის მიხეილ სააკაშვილის სევდიანად და იწყებს კომენტარის გაკეთება. და რას ეუბნება, იცით? ეუბნება, რომ ვასკაცური მოიქცაო. აი თბილი სიტყვა უთხრა რა, ედვარდის შევარდნაზე შეფასებაზე რა. А я вчера ночью принял решение. Мы немножко опоздали. Потом стоял вопрос, кому первым выйти на прессу. Пресса на первом этаже. Я им предложил. Я вижу, они бледные. Нет, пожалуйста, вы старше, чем А на первой встрече Миша побежал сразу, что первое слово сказать пресса. Я спустился в прессу. Чем ხალხისათვის არადროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიყოლოს, ხერხი არ იყოს. მე ვიცი, რომ შოკში იყვნენ იმ გადაწყვეტილებით, როდესაც შევარდნაძე უთხრა, რომ ის გადადგა. ვინ იქნება ვადმებურ პრეზიდენტის შემსრულებელი? ეს ჟურნალისტებმა განიხილეთ და გადაწყვეტეთ. სახში. შემოვედი ეს მირბის უაზროდ წინ უკანეს სააკაშვილი, ხარ რა ხდება, სად არის ჟვანია იმ დარბაზშია ისე მივედი და ფანჯრისკენ არის შეტრიალ მომატრიალე, ცრემლები მოსდის. რა იყო მეუთხარი სურას ვეუბნები და რა გატირებს, რა გადადგა მეთქი, ხო, აი რაღაც ასეთ ტრანსის მდგომარეობაში არიან. შედეგიც მოულოდნელი იყო, მე არასოდეს არ დამავიწყდება მაგათი სასუწარკვეთილი მდგომარეობა, როდესაც დაბრუნდნენ იქიდან და მიხვდნენ, რომ შევარდნაძე აღარ არის ხელისუფლებაში.
აზრათაც არც ქონდათ შევარდნაძის წასვლა. არც სააკაშვილს, არც ჯვანიას არ ელოდნენ. არც უნდოდათ. მაგათი ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო 28% უნდოდათ, თუ კაცო გამარჯვება უნდოდათ არჩევნებში, რომ ყველაზე დიდი შედეგი მიიღეს. მოლაპარაკებები მიყავდა ირაკლი ოქროაშვილს და აქეთა მხრიდან იყო ავთანდილ ჯორბენაძე. ესენი უცბად, მე დარწმუნებული ვარ უცბად დარჩნენ თავის თავთანაც მარტო ამისაც შეეშინდათ უმართავი სიტუაციის. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ერთმანეთსაც შეეშინდათ. არ ვიცი, რისი შეეშინდათ, მაგრამ აი ეს ტრანსი სწორედ ამით იყო გამოწვეული. პრეზიდენტი შევარდნაძე მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებიდან გამომდინარე გადადგომაზე. პრეზიდენტი უნდა დარჩეს ქვეყანაში, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ღირსების განცდა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაედგომებოდეს თავის ქვეყანაში, გქონდეს სრულად გარანტირებული უსაფრთხოება, გქონდეს სრულად გარანტირებული საყოფაცხოვრო პირობები, მისი ოჯახი იყოს დაცული. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა გადადგა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი, მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა ქვეყანაში, მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შედიოდა როგორც ქვეყნის, ასევე საერთოდ თითოეული ქართული ოჯახის ინტერესებში და მე ვფიქრობ ისტორია ამას დააფასებს ღირსეულად. ამ მომენტამდე შეეშინდა მიხეილ სააკაშვილი. გააზრებულად მივხვდით. და მე ამ შემდეგ ჩამოდის მიხეილ სააკაშვილის სევდიანად და იწყებს კომენტარის გაკეთება. და რას ეუბნება, იცით? ეუბნება, რომ ვაჟკაცური მოიქცა. აი თბილი სიტყვა უთხრა რა, ედუარდის შევაძნაძე შეფასებაზე რა. მანამდე პირველი დასასწყისიდან მიხეილ სააკაშვილი რომ შეიჭრა პარლამენტში. აქ ისეთი შეტევები, აქ ისეთი გაუბედურო, როგორც ცილიწამებს, როგორ ისეთი ხალხები რო შემოყარეს და რასაც დაგეგმილი რო ქონდა მიხეილ სააკაშვილი, ბრძოლი უნარი რო აქვს და მიდი შედიოდა, მე რო იწყებს ახლა შეტევები რო გადადეთიო ედუარდი შევაძნაძეო. ანუ თავიდანვე რასაც ცილი წამებდა ედუარდი შევაძნაძეს. წარმოიდგინეთ, ედუარდი შევაძნაძე რომ არ გადასულიყო, რომ არ დაეტოვებინა ტერიტორიაზე იქ პარლამენტში, როგორი წარმოდგენა იქნებოდა? აი რა დონეზე მოხდებოდა? წარმოდგენა არ მაქვს, რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც იმყოფება ედუარდი შევაძნაძე, როდესაც ადგილი ადატოვა, არც გადამდგარი იყო. ძის კაცი და რა მოხდებოდა? რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი ედუარდი შევაძნაძე, როცა იმყოფება საპრეზიდენტო პარლამენტში, როცა იმყოფება. რას იზამდა? ეგრევე ცილი დაწამებს ხალხი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეთქვია, რომ ხალხო არცემო არ მოკლა, აჩააქოლოთ ან რაღაცა. აი რაღაცა მიხეილ სააკაშვილი აპატავნობით როლს ასრულებს, აი თითქოს მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ედუარდი შევაძნაძე არ წასულა და დგანა, ხო? და მიხეილ სააკაშვილი იტყოდათ, რომ ხალხო აჩაქოლო, არ ესწრულო, არცემოთ რაღაცა, მიახლოვდებოდა ედუარდეს. რაღაცა ყურს აუწევდა, რაღაცა სიბრაზე. ან პირდაპირ ლაპარაკში დარტყმის მომენტამდე იტყოდა, რომ ხალხი ჩვენება ნახოს რა, როგორი რეაქცია იქნებოდა ედუარდი შევაძნაძე. მაგრამ რახან ეს ყველაფერი ასე არ მოხდებოდა.
იმიტომ რომ დაცვა ედუარდის შევარდნაძის დაცვა შესანიშნავად დაიფარა რომ უსაფრთხოებად გადაეყვანათ. მართლაც კარგად მოიქცა და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე ზოგადად ვიძახი წარმოვიდგინო რომ ყოფილიყო ედუარდის შევარდნაძე. აი ეს მიხეილ სააკაშვილი რას იზამდა? იზამდა აპარტაუნობის როლის შესრულება. რომ ეტყოდა რომ ხალხო არ მოკლათო და არ ესრულო აჩარქოლო და მიახლოვდებოდა ედუარდი და ეტყოდა რაღაც სიტყვებით დარტყმით ეტყოდა. რომ შიშიდან შეზროს ედუარდის შევარდნაძეს. აი ასე იზამ. აი რაღაც მომენტალურად. მაგრამ აი ეხლა ეს დღევანდელობა დასაწყისი დასასრული რას მოხდა? აი ბოლო მომენტი საოცრად გამომჟღავნებულია მიხეილ სააკაშვილის ქმედება. ედუარდის შევარდნაძეს საოცარი კომენტარი გააკეთა, როდესაც პირველი კომენტარი დაიწყო ამის გაკეთება. და როგორ შესანიშნავად უთხრა ედუარდის შევარდნაძეს კომენტარი, მაშინვე მიხეილ სააკაშვილი მიხვდა და შეეშინდა. სევდიანად ჩამოვიდა და უთხრა ჟურნალისტს. და დააფასა ედუარდის შევარდნაძე, რომ ეუნება ვაშკაცურია და რაღაცა. ანუ რა არიცი, რაღაცა გამოფანტა, ისეთი მოიშოროთ რაღაცა აი რაღაცა სხვა ჩვენება მიეცა. ეგეთი მომენტი, რომ რა გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილის კომენტარი? რას ეთყოდა ედუარდის შევარდნაძის შეფასებაზე? აი რაღაც ესე. და უთხრა, ვაშკაცურად მოიქცა. ისე ჩვეულებრივ და ხალხო, აქ უკვე მაგარი სერიოზული გამომჟღავნებულია მიხეილ სააკაშვილის საქსიერი. დასაწყისი დასასრული მომენტი. აი, არ ვიცი, ყველაფერი იდეალურად კარგად ჩანს, კადრები ფადახდილია, მიცი საქსიელი, მიცი როლის თამაში, მიცი დასაწყისი დასასრულის მომენტები. აი მაგის, ყველაფერი ღიად ჩანდა. საოცრად. მიხეილ სააკაშვილო. აღარ გაგიმართლა შენი საქსიელის, შენი ქმედებები. აქ უკვე წააგე მიხეილ სააკაშვილი. ნამდვილად წაგებული ხარ მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის აქვე კიდე მინდა დავამატოთ. ვარდების რევოლუცია მისი შექმნილი მიხეილ სააკაშვილი როგორც დაგეგმავს, ისე დაგეგმავს და დაგეგმეს კიდევაც. და ვარდების რევოლუციას თარიღი თუ დააკვირდები 3 ნოემბერი 23 ნოემბრამდე 2003 წელი. აი ამ თარიღს თუ დააკვირდები, სადაც სამიანები არის სიმბოლო, რა მინიჭებული არის სიმბოლო 3. აი ახლა ვერ გაჩვენებ. აი რა არის მინიჭებული სიმბოლო 3. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახელი გვარი და აი ამას მოიცადე როგორ გავაკეთო. აი ასე. აი 3. ყველაფერი რას დაგეგმა. ედუარდის შევარდნაძის ბრძოლის საწინააღმდეგო. თარიღის პროგრამა, ბრძოლის პროგრამა. და ასე შექმნა. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო შეეშინდა და ისე გაფანტა და სხვანაირად რომ გამოხატა
ეუნება რომ მიხეილ სააკაშვილი ესეთის კომენტარის ეუნება რომ ვაშკაცურად მოიქცა ედვარდი შევაძნა. ხედავთ? აი ეს არის აპარტავანი. თავიდან დასაწყისი რა დღეში ცილი წამებდა ედვარდი შევაძნაზე. და რას გავდა ეს ხალხი? აი ხალხის მხატნავთ მიჭერე. ბოდიში და უკაცრავა, მაგრამ კადრში რას ჩანდა არის მაიმუნებივით საქსიელი. აი რაღაცა ქაღალდი გადაისროლა, ხანას ბოთლის სვამდა და ასხამდა, ხანას მიკროფონის გაფუჭება, ხანას ჩაკუჩის სამაგიდოს ჩაკუჩის იმაში რა ქვია თაფთხილების ნიშანი თუ რას ხა? აი ესეთი რაღაცნაირი რას ეს ყველაფერი დაიწყო? და ბოლო მიხეილ სააკაშვილი ისე მოფანტა და სხვანაირად გამოხატეს კომენტარის გაკეთება ედვარდის შეფასებას. ვაშკაცურად მოიქცა ედვარდიო, აი რაღაცა. თანასევდიანი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი შევარდნაძე მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებიდან გამომდინარე გადადგომაზე. პრეზიდენტი უნდა დარჩეს ქვეყანაში, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ღირსების განცდა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაედგომებოდეს თავის ქვეყანაში, გქონდეს სრულად გარანტირებული უსაფრთხოება, გქონდეს სრულად გარანტირებული საყოფაცხოვრებო პირობები, მისი ოჯახი იყოს დაცული. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა გადადგა ძალიან ვაშკაცური ნაბიჯი, მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა ქვეყანაში, მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შედიოდა როგორც ქვეყნის, ასევე საერთოდ თითოეული ქართული ოჯახის ინტერესებში და მე ვფიქრობ ისტორია ამას დააფასებს ღირსეულად. შეგეშინდა ხო? რა კარგად არის გამომჟღავნებულია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით ეს სიმბოლო მინდა მოვუწოდო მთელ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიოს მიხეილ სააკაშვილის ისტორიები, თარიღები, სიმბოლოები ამაზე დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი მოკლეს ზურობის ჯვანია. მიდი და გადახედეთ თარიღი, შენობის სიმბოლო და საერთოდ სადაც სამიანი სიმბოლოა. ეს მთავრობამ უნდა დაადგინოს ეს ანალიზი, ეს სიმბოლო და მე მივხვდები რაშია საქმე. მოკლედ, სულ ეს მინდოდა რომ ეთქვა. კაი, დროებით